თუ არ ვიზრუნეთ ოჯახის გამტკიცებაზე, გადარჩენაზე, შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენ მშვენიერ სამოთხესავით ლამას და მშვენიერ ქვეყანაში დამკვიდრდებიან სხვა ხალხები ჩვენთან ერთად, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს და რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას. და ამიტომ კარგად ბრალდებიან და შეიძლება ღმერთმა დაიფაროს ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ესე თუ გავაგრძელეთ ჩვენ, ეს საშიშროება რეალურია, რომ გადააჭარბონ რიცხობრივად ქართველობას. ამიტომ მოგცეს მადლი უფალმა, რომ ვიზრუნოთ, ვიშრობოთ, ვიღვაწოთ ოჯახის გადარჩენისთვის, ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის, რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს, ჩვენს ხალხს მავნე გენდერული თეორიებისგან, იდეოლოგიისგან და უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით უნდა გავაძლიეროთ და გავამტკიცოთ ეს მიმართულება ოჯახის დაცვის და შენარჩუნების. აი ეს არის საწინდარი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, გამრავლების და ღვთისწყალობის.